მოგესალმებით ყველას ჩემს არხზე, დაგიბრუნდით ახალი ვლოგით და გავატაროთ დღე ერთად. დღევანდელ ვიდეოს ვიწყებ საჩუქრებით, რომელიც სხვადასხვა მაღაზიებმა გამომიგზავნეს პატარასთვის საჩუქრად. ასევე გაჩვენებთ თუ როგორ შეიძლება რომ მიიღოთ ასეთი საჩუქრები, თუ ახლახანს ჩამოხვედით გერმანიაში, ელოდებით პატარას, ან უკვე გყავთ პატარა და არის წლამდე, შეგიძლიათ მიიღოთ ეს საჩუქრები სრულიად უფასოდ სხვადასხვა მაღაზიებიდან. მე ამჯერად მაქვს DM-ის და Rossmann-ის საჩუქრები, ასევე შესაძლებელია Kaufland-ისგან აღება, Müller-ისგან, Lidl-ი, Aldi არ ვიცი, Hippy და ასევე სხვადასხვა მაღაზიები. რომელი მაღაზიიდანაც მივიღებ საჩუქარს, აუცილებლად გაგიზიარებთ და ასევე აქ გვერდით დავურთავ ვიდეოს, თუ როგორ შეიძლება გადმოწეროთ აპლიკაცია, როგორ დარეგისტრირდებით და შემდეგ მოგივათ აპლიკაციით ასევე საჩუქრის კუპონი, არ ვიცი როგორ შეიძლება ითქვას ქართულად, მიდიხართ მაღაზიაში, სალაროსთან აჩვენებთ, უბრალოდ ამ თქვენს საჩუქარს და გადმოგცემენ. არ არის საჭირო რომ რაიმე შეიძინოთ, ან და კონსულტანტთან მიხვიდეთ, მიდიხართ პირდაპირ სალაროსთან, აჩვენებთ და ყოველგვარი პრობლემის გარეშე გადმოგცემენ. ასევე რაც ძალიან გამიკვირდა, არ ითხოვენ არანაირ მტკიცებულებას, მართლა ხარ თუ არა ორსულად და გყავს თუ არა მართლა ბავშვი. უბრალოდ რეგისტრირდები და მოგდის საჩუქარი. მორჩა. Rossmann-ისგან მივიღე ასეთი საჩუქარი, რა თქმა უნდა გავხსენი და ახლა გავხსნი ასევე თქვენთან ერთადაც. ასევე მივიღე პამპერსი ერთი შებუთვა, საფენი ბავშვის. ჯერჯერობით არ მიმიღია, არ მისულა რა მიღია, რადგან არ მინდა რომ ასე ადრე ბავშვის საფენი ავიღო, თან არ ვიცი რომელი ზომა სჭირდება. სულ ერთია რომელ ზომას იღებთ, მიდიხართ, უბრალოდ აჩვენებთ ამ თქვენს კუთვნილ საჩუქარს და გადმოგცემენ. ასევე ბავშვი რომ დაიბადება, შემდეგ კიდევ ავიღებ ერთ ყუთს, სადაც იქნება ბავშვის სათამაშოები, როგორც ვიცი და კიდევ რაღაცეები. ეს არის DM-ის საჩუქარი, ასევე აუცილებლად გაჩვენებთ რა დევს შიგნით და კიდევ თუ ეს მაღაზიები არ გაქვთ ახლოს, თქვენ სახლთან ახლოს არ არის და ვერ მიდიხართ, გამოგიგზავნიან სახლში. მიუთითეთ თქვენი მისამართი და რამოდენიმე დღეში ეს საჩუქრები სახლში მოვა. ასევე მაქვს რამოდენიმე სიახლე ჩემთან სახლში, დავკიდეთ რამოდენიმე თარო, გადავიტანეთ, გადმოვიტანეთ, ასევე ავეჯი და ყველაფერს გაჩვენებთ აუცილებლად. პირველ რიგში ხედავთ ჩემს უკან დავდეთ აკვარიუმი, რადგან ვაპირებდით ისედაც გადატანას, ეს კარადა შემოსასვლელისგან შემოვიტანეთ აქ და შემოსასვლელში გვექნება ახალი კარადა და ზედ დავდეთ აკვარიუმი. ასე უფრო ლამაზია, ასე უფრო უხდება, ერთადერთი მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რომ ახალ წელს ნაძვისხე როგორ უნდა დავდგა, მაგრამ იქამდე ჯერ კიდევ დროა და ალბათ რამეს მოვიფიქრებ. მოკლედ ყველაფერს გაჩვენებთ და გავატაროთ დღე ერთად. ასე გამოიყურება საჩუქარი Rossmann-ისგან, ეს არის კოსმეტიკის ჩასადებით ჩანთა, ანუ ბავშვის პირადი ჰიგიენის რაღაცების ჩანთა, ასევე იდეალური საჩუქარია და გამოსადეგი იქნება სადმე სამგზავროთ, ან და თუნდაც აქ რომ ჩადო რაღაცეები, შემდეგ ეტლში ჩადო ბავშვის და წაიყვანო სადმე.
ასევე აქვს აი ასეთი დასაკიდი და ასე შეიძლება რომ დაიკიდოს საფაზანოში ბავშვის ნივთებთან ერთად. აქ დევს ნუგის პატარა ბოთლი 0 თვიდან. ბოთლი არ გამიხსნია და გავხსნი ახლა. მეც მაინტერესებს როგორია. აი ასეთი პატარა ბოთლი. წინდები. ასეთი პაწაწუნა წინდები. ასევე იყო ეს ბავშვის ჭურჭლის სარეცხი საშუალება. სხვათა შორის ვფიქრობდი ასეთის შეძენას და ახლა დავტესტავ და ვნახავ თუ როგორია. სებამედის კრემი, სახის და ტანის კრემი, ასევე დასატესტად და ისედაც ვფიქრობდი ასეთი სებამედის კრემის შეძენას ბავშვისთვის და ვფიქრობ რომ ძალიან კარგია რომ ასეთი პატარა გამომიგზავნეს, ჯერ დავტესტავ, ვნახავ როგორ მოუხდება და შემდეგ ვიყიდი. სველი სალფეტკი. ეს არის ზეთი მუცლის სტრიები რომ არ გაჩნდეს თუ არ ვცდები რაღაც ამგვარი ზეთის პატარა შეფუთვა, ასევე ტესტერი. ჟურნალები ასევე სხვადასხვა ინსტრუქციით თუ როგორ უნდა ვაჭამოთ ბავშვს, როგორ დავბანოთ და ასე შემდეგ, მასაჟებიც გაკეთების და მოკლედ სხვადასხვა საინფორმაციო ჟურნალია და ასევე ესაც. ასევე აი აქ და აქაც ასევე ელვა სათავსო არის. ბავშვის დაბადების შემდეგ მაღაზია როსმანი გამოგზავნის კიდევ ერთ საჩუქარს, სადაც ვნახე უკვე ინტერნეტში და შიგ დევს აი ასეთი ვირუკელას სათამაშო და კიდევ სხვადასხვა რაღაცეები ბავშვისთვის უკვე სათამაშოები. ხოლო სხვა დანარჩენი მაღაზიები, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი გზავნიან თუ არა. დაბადების შემდეგ როსმანი ზუსტად ვიცი რომ გზავნის. ეს არის მაღაზია დემის საჩუქარი და აქ დევს ასეთი შალის შარფი. ეს არის მათი საჩუქარი და აუცილებლად დავურთავ სურათს თუ რისთვის არის. როგორც ამბობენ, დედას შეუძლია ეს როგორც შარფად იხმაროს, ჯერ სანამ პატარა დაიბადება და ბავშვის დაბადების შემდეგ იხმაროს ბავშვთან ერთად. ეს არის როგორც კენგურუ, ოღონდ ასეთი შალის მაგვარი. ასევე აქ იდო სხვადასხვა ბროშურები. და ასეთი რაღაც მისალოცი ბარათივით. მოკლედ სულ ეს იყო. აუცილებლად გაგიზიარებთ შემდეგ სხვა საჩუქრებს. დავიწყოთ ამ კუთხით. ეს კარადა იყო შემოსასვლელში. სიმართლე გითხრათ, გადაგდებას ვაპირებდით და
შემოსასვლელისთვის შევუკვეთეთ უკვე სერი ფერის კარა და გადაგდებას გადაურჩა ჯერჯერობით იქნება აქ და ზედ იდგმება აკვარიუმი. ახლა ჩვენი აკვარიუმის ამბები. ეს ქალბატონი კიდევ ორსულად არის, აი ეტყობა, მუძელი გაეზარდა. აი ამ პატარა ბოთლში, რომელიც მე თვითონ დავამზადე და ჩავკიდე. აი ასე, რომ დანარჩენმა თევზებმა ვერ მიაღწიონ და არ შეჭამონ. აი აქ იმალება, უკვე წამოიზარდა, 2 დღის უკან გავუშვი და დაიწყეს ამ პატარა თევზზე დევნა. მოკლედ შემეცოდა და ისევ აქ ჩავსვი, ცოტა რომ წამოიზარდება, შემდეგ გავუშვებ. ახლა გადავიდეთ საძინებელში. აქ იდგო კომპიუტერი, რომელიც გოჩას ოთახში გადავიტანეთ. ეს მაგიდა, საწერი მაგიდა გოჩასი გავყიდეთ. თავიდან ვიფიქრეთ, რომ დავშლიდით და ჩავიტანდით სარდაფში, ხოლო შემდეგ ვიფიქრეთ, რომ სადღაც ალბათ 1 წელიწადნახევარი, 2 წელი კიდევ არ დაგჭირდება ეს მაგიდა და შემდეგ ჯობია რომ ახალი ვუყიდოთ, ვიდრე სარდაფიდან ამოვიტანოთ. სიმართლე გითხრათ, ასე მგონია რომ სარდაფში გაფუჭდება, ამიტომ ეს გავყიდეთ უკვე და სანამ წაიღებენ ჯერჯერობით აქ დევს. თან პატარასთვის საწოლის ადგილიც გვჭირდებოდა. გოჩა თავის ოთახს არ ხმარობს, თან საღამოობით ხშირად უწევს ხოლმე სერგოს კომპიუტერთან მუშაობა, როცა გოჩას ძინავს და ხან ამის გამო ვერ იძინებს ხოლმე, ამიტომ უკეთესი იქნებოდა თუ აქედან გავიტანდით კომპიუტერს და გადავიტანეთ გოჩასთან. ასევე აქ გვინდა რომ დავკიდოთ კარატები, თაროები უფრო სწორად, 3 თარო გამოვწერეთ, ამ დღეებში მოვა და აქ ამ ადგილას დავკიდავთ თაროებს და სუნამოებს და რაღაცეებს დავდებ უკვე თაროზე. ასეთი თაროები დავკიდეთ აქ. შემოსასვლელში 3 თარო, ასევე დავკიდეთ სარკე, რაც ძალიან მახარებს. თაროზე მაღლა დავდე ყვავილები და სუნის გამომცემი დიფუზორი ალბათ, არ ვიცი რა ჰქვია ქართულად და ახლა მინდა რომ თქვენთან ერთად გავალამაზო ეს 2 თარო. აქ დაბლაც შევუკვეთეთ უკვე, მოვა პატარა კარადა და აქ მოვა დიდი სერი ფერის კარადა. ხოლო ასე გამოიყურება ახლა გოჩას ოთახი. ამ თაროებს გოჩა ვეღარ იხმარებს და ამიტომ 2 პატარა თაროც დავუკიდეთ. თავის აწყობილ ლეგო მანქანებს დებს. ასევე ნიცას ოთახშიც დავკიდეთ ასეთი თარო, ზუსტად ასე ამ ადგილას. აქეთ გადმოვიდა ახლა კომპიუტერი და საბეჭდი აპარატიც ასე დავკიდეთ თაროზე. მოკლედ ყველაფერი ასე მოეწყო. ყველანი კმაყოფილები ვართ, რაც მთავარია და გოჩას არ ჰქონია პრეტენზია ამ ყველაფერზე და რაც მთავარია არ ჰქონია პრეტენზია იმაზეც, რომ მისი საწერი მაგიდა გაგვეყიდა. პირიქით გაუხარდა, რომ შემდეგ ახალი მექნებაო. მოვიტანე რაღაცეები, აქაც ამ თაროების გასალამაზებლად. ეს დრელი და სამშენებლო რაღაცეები ჩემი მომამთილისაა და შემდეგ წაიღებს, როცა საძინებელშიც დაგვიმაგრებს თაროებს, ასე რომ ჯერჯერობით აქ იქნება. ეს კარადები აქ რომ შევუკვეთეთ, სამწუხაროდ ცოტა გვიან მოვა, თუ არ ვცდები მარტის ბოლოს. ამიტომ ეს პატარა კარადაც ჯერჯერობით დავტოვეთ და შემდეგ გადავაგდებთ უკვე
ახალ კარადებს რომ მივიღებთ. You've been shattered, you've been broken down. Heart is beating, still won't make a sound. It feels like an angel straight from heaven, just like my lucky number 7. You're my shooting star. We're running round in circles. Love feels so invincible. Feel you when there's no one around. Your beauty's so amazing. I will always hold you down. Your heart will be kept safe and sound. But I don't wanna love you when I'm faded. You're the picture perfect, you're on my mind. Painted. And I don't wanna lose what we've got tonight. Baby, 'cause your love's like a dynamite. I don't wanna love you when I'm faded. I can feel your heartbeat to save it. 'Cause your love's underrated. 'Cause your love's underrated. And I don't wanna lose what we've got tonight. Baby, 'cause your love's like a dynamite. I don't wanna love you when I'm faded. I can feel your heartbeat to save it. 'Cause your love's underrated. Deep in my heart, I know you're irreplaceable. Together, unstoppable. And I feel your frequency, feel your love around me. I'm drowning in my mind, don't wanna let you down. We're running round in circles. Love feels so invincible. Feel you when there's no one around. Your beauty's so amazing. I will always hold you down. Your heart will be kept safe and sound. But I don't wanna love you when I'm faded. You're the picture perfect, you're on my mind. Painted. And I don't wanna lose what we've got tonight. Baby, 'cause your love's like a dynamite. I don't wanna love you when I'm faded. I can feel your heartbeat to save it. 'Cause your love's underrated. 'Cause your love's underrated. And I don't wanna lose what we've got tonight. Baby, 'cause your love's like a dynamite. I don't wanna love you when I'm faded. I can feel your heartbeat to save it. 'Cause your love's underrated. მოვამზადოთ სადილი ერთად, აქ მაქვს ბადრიჯანი, 2 ცალი. რამოდენიმე დღის უკან ვიყიდე და ვიფიქრე, რომ აჯაფსანდალს ან რაიმე ასეც მოვამზადებ თქო. ახლა ვფიქრობ, რომ აჯაფსანდალს არ მგონია, რომ მიირთვან აჯაფსანდალი, ანდაც ნიგზითაც რომ გავაკეთო, მაინც არ მიირთმევენ, ამიტომ მინდა რომ რაიმე მოვიფიქრო. აქ მაქვს ფარში, დღეს მას შემდეგ რაც ახალი კერძი მომივიდა თავში, გამოვიღე ხორცი, გალღვა უკვე, ვფიქრობ რომ ამათ გავჭრი შუაზე, შემდეგ შევწვავ ღუმელში და მოვთუშავ ცალკე ხორცს სტაფილოსთან ერთად და ხახვთან ერთად, შემდეგ დავუმატებ პომიდორს და ზემოდან გადავიტან, მოვაყრი ასევე ყველს, სიტყვები მოვიწყდება, ყველს მოვაყრი და ასე შევწვავ ღუმელში. მოკლედ ნახოთ რა გამოვა, ჩემი აზრით რაღაც გემრიელობა უნდა გამოვიდეს.
ბადრიჯანი გავრეცხე, მოვჭერი თავი, გავჭერი შუაზე და სამწუხაროდ ერთი ბადრიჯანი გაფუჭებული აღმოჩნდა, ამიტომ გადავაგდე გაფუჭებული და ერთი ბადრიჯანი გავჭერი 4 ნაწილად. შემდეგ დავსერე, მოვაყარე მარილი, ცოტა ზეთი და ჩავდე წინასწარ გახურებულ ღუმელში 200 გრადუსზე 12-13 წუთით. Got a ticket to nowhere. Come and fly away with me tonight. Can you stay till the morning? Can you tell me that everything's alright? Lose my mind and I'm falling for you. I get up, I'm in need of us too. Got a ticket to nowhere. When the fighting is over, it goes on and on and on and on, on and on and on. It goes on and on and on and on, on and on and on. In your eyes, on your body, you don't have to tell me you don't care. I just need you to hold me. I just need you to show me anything. Lose my mind and I'm falling for you. I get up, I'm in need of us too. მომზადებული ფარში შემდეგ მოვაყარე ზემოდან ბადრიჯანზე და ასევე ზემოდან მოვაყარე ყველი. ყველი აღარ მქონდა მაცივრიდან, ხშირად ფუჭდება ხოლმე და ცოტა რომ რჩება, შემდეგ საყინულეში ვდებ, ახლა გაყინული იყო, ამიტომ ასე რაღაცნაირად მოეყარა, შემდეგ ჩავდე ღუმელში კიდევ 6-7 წუთით და ზემოდან რომ მოიბრაცა, ყველი რომ მოადნა, უკვე მზად არის. ასეთი გემრიელობა გამოვიდა, სიმართლე გითხრათ, კადრს მიღმა ჩანგლებითი მელოდებიან, ასე რომ წავედი ახლა ჩემებს დავაპურებ, თქვენ კი ვინც ახლა ჩვენთან ერთად მიირთმევთ, გემრიელად! საღამოს ტრადიციულად ჩავთეთ ანიმაციური ფილმი. თუ ბავშვებს გაკვეთილები არ აქვთ სასწავლი, ხშირად ვაწყობთ ხოლმე ასეთ მყუდრო საღამოებს. აქ დავასრულებ ჩემს ვიდეოს. უღრმეს მადლობას გიხდით, რომ უყურეთ ბოლომდე. დიდი იმედი მაქვს, რომ მოგეწონათ. მომავალ შეხვედრამდე!